მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ გაშლა, თქვენია თუ არა ეს მამაკაცი. ვნახოთ ჩვენ საერთოდ როგორი რა გაქვთ საერთო, რა გაქვთ განსხვავებული და მინდა ეგრევე გითხრათ, რომ იმათთვის, ვისაც არ უყვარს გრძელი გაშლები და ეს არხი ჩვენი არის, სადაც ჩვენ ღრმად ვიხილავთ სიტუაციას და აქ გრძელი გაშლები არის, მოკლე გაშლებით ეს მეორე ჩემს არხზე, ლინკი არის ვიდეოს ქვეშ. ამიტომ აქ თუ არ გიყვართ, იმიტომ რომ კომენტარებს რო წერთ, რომ მოკლე შემიძლია თუ არ შემიძლია, ახლა თქვენ მოდიხართ ჩემთან სახში. ამ შემთხვევაში და თქვენ გარნახობთ მე რა გავაკეთო, ეს არ არის ცოტა ეთიკური. ამიტომ ვისაც არ უყვარს გრძელი გაშლები, მე გავაკეთე სხვა არხი, სადაც მოკლე მიდის ძალიან მოკლე გაშლები. ვისაც უყვარს გრძელი გაშლები, მოამზადეთ ყავა და განვიხილოთ ეს საინტერესო სიტუაცია, ხო? ვნახოთ რა ხდება თქვენ შორის, ეგაც იმისათვის, რომ თქვენ გაიგოთ ახლა თქვენი ეს სიტუაცია თუ არა, თქვენ შორის რა ხდება. გავიგოთ ახლა ჩვენ. აქ ახლა თქვენ შორის გიმაჩვენებენ რა ხდება, ახლა ნახეთ, აქ რაღაც ძალიან საინტერესო სიტუაცია არის. აქ შეიძლება თქვენ გადადიხართ რაღაცა ეტაპზე, სხვა ეტაპზე. უფრო დაჟე მაჩვენებენ ახლა თქვენ შორის, სიტუაციას ვეკითხებით, ვიღაცისთვის არის ეს მანძილი, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო არის. ეხლა თქვენ წყვილს ეძლევა საშუალება რისთვის, რომ აი ამას ქვია, როგორ იცით, შემავსებელი მარტოობა. აი ამას ქვია, ეს გეძლევათ, აი დაჟე უფრო გეუბნებით, მეცოდეთ 1 წუთი, 1 წამიც. აქ თითქოს თქვენ გეძლევათ ახლა საშუალება, გეძლევათ დრო, რომ აი თქვენი სიყვარულის გადაფასებისთვის რა. აქ არის როგორი მომენტი, იცით, თქვენ უნდა დაფიქრდეთ და აი გაანალიზოთ რა, აი რა არის აი თქვენთვის ეს ურთიერთობა, საჭირო არის, არ არის საჭირო, მაგრამ აქ თითქოს რაღაცა პერიოდი ხო გეუბნებით თავდება და გადადიხართ ვაფშე სულ ახალ ეტაპზე თქვენ. კი, სულ სხვა. იმიტომ რომ აქ თუ დაუშვოთ იყო რაღაცა, აქ უფრო თქვენს პარტნიორზე წავა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი სრულდება. იმიტომ ჩვენ ვეკითხებით თქვენია თუ არა ეს პარტნიორი, ხო? ყოველ შემთხვევაში გავარკვევთ, იმიტომ რომ შეიძლება ზოგისთვის საერთოდ დაუშვოთ თქვენ ახლა აქ, გქონდათ საუბარი და თქვენ თქვით, რომ დაუშვოთ, всё, მორჩა არ მინდა. მაგრამ ზოგისთვის იქნება პირიქით პერიოდი იმისთვის მიეცემა, სადაც თქვენ თითქოს აი სხვანაირად შეხედავთ თქვენს მომავალს, ხო? მიხვდებით, მინდა, არ მინდა, მიღირს, არ მიღირს მე ეს სიტუაცია, თუ თქვენ დაუშვოთ ხართ კიდე სადღაც მანძილზე ერთმანეთისგან, ხო? შეიძლება ინტერნეტ მიმოწერაც გქონდეთ, აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აი აქაც შეიძლება ახალი დონეზე გადაიყვანთ ურთიერთობას, იმიტომ რომ ბევრი დრო გაქვთ, ან გქონდათ ზოგს ახლა შეიძლება даже ბევრი დრო გქონდათ იმისათვის, რომ მომხდარ იყო ეს გადაფასება. აქ კიდე ხო გეუბნები, აქ უფრო აქ სულშორის ორი მამაკაცი არის, მაგრამ შეიძლება ერთი და იგივე იყოს, იმიტომ რომ კი, თვითონ ადამიანი არის შეიძლება ცოტა ისეთი უცნაური ადამიანი, რომელიც არის, როგორ იცი, თავისებური, აქ ძალიან საინტერესო არის. ასხათ შორის ამ დასტაში ძალიან საინტერესო ხმალების მეფე. აი თითქოს არის აი ხელოვანი ადამიანი რა, პიროვნება ისეთი, უცნაური, მithumetes ეხლა თურამეტ ენერგიასთან ერთად ეს ადამიანი არის თავისებური, უცნაური, რა თქმა უნდა, მაგისი აი რო გაიგო, თქვათ ეხლა, ანუ რას ფიქრობს ეს ადამიანი სინამდვილეში, ანუ მაგას მიდგომაც აქვს სხვანაირი რაღაცა სიყვარულის სადმე. ანუ ხმალების საერთოდ მეფე არის პერსონაჟი, რომელიც ვერ გაიგებ რა, იმიტომ რომ ის არის ჩუმად არის, არ უყვარს ბევრი საუბარი, უყვარს თავის თავში ყოფნა, განცდები თუ რამე აქვს, ყველაფერს განიცდის შიგნით. არ არის ეს ადამიანი, რომ თქვათ, მოვიდეს და რაღაცა ისეთი
თქვათ გითხრას, აი სულ ყველაფერი თუ რამე გულში მაქვს, მეტად ეს ხა როცა აქ გამოვიდე, კიდე მე თუ რამე ენერგიაშთან ერთად ეს უკვე ნიშნავს, რომ შეიძლება თვითონ ადამიანიც ახლა ამასაც სჭირდება დრო იმისათვის, რომ კარგად დაფიქრდეს, იმიტომ რომ აქ ძალიან იზიდავს მაგას ეს სიყვარული, ეს ქალის ენერგია ძალიან, მაგრამ აქ ბევრი ფიქრი არის, აქ ბევრი გადაფასება მიდის რა. აქ რაღაცა გეუბნებით პერიოდი თქვენს ურთიერთობაში მთავრდება და უნდა დაიწყოს შეიძლება ახალი, ну ჩვენ ახლა განვიხილავთ კიდე უფრო. და აი ხო გეუბნებით შეიძლება ვიღაცას даже გქონდა თქვენ შეხვედრა, მაგრამ აი ეხლა როგორი მომენტი იცით აქ ადამიანმა, ნახე პენტაკლების მეფე არის როგორ იცით, თუ აი აქ გვაჩვენებენ ჩვენ რომ ეს ხმალების მეფე რაღაცას ფიქრობს, რაღაც თავის ილუზიებში, ფანტაზიებში, რაღაცა სხვანაირი მიდგომა აქვს ამას სიყვარულზე, კი ეხლა ძვირფასია მისთვის, მაგრამ სადღაც დაფრინავს. პენტაკლების მეფესთან გვერდით არის მე-16 ენერგია. მე-16 ენერგია ეს უკვე, ну, აქ რაღაცა შეიძლება იყოს შეხვედრა, კარგი საუბარიც გქონდათ, მაგრამ აქ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამე ამის ცხოვრებაში შეიძლება ვინმეს ელაპარაკებოდა, შეიძლება ვინმე უთხრა რამე ისეთი, ან რაღაცა ისეთი ინფორმაციას გაიგებთ, რაც მაგისტრის არის აი ძალიან სიტყვა მოდის საინტერესო ქართული შემაცვლებელი, ხა მე მგონი ეს სიტყვა არ არის, მაგრამ შეიცვლება რა. უნდა შეიცვალოს, აი ასე რომ იძახიან ხოლმე რაღაცა აი ნიღაბი უნდა მისი, ანუ აქ ნახეთ, აქ ნიღაბზე რატო ვლაპარაკობ. აი თითქოს ნახეთ ადამიანს აქ სხვა წარმოდგენა, გინდათ სიყვარულის, იმიტომ რომ პაჟი არის, აქაც ასების, ხო? და დიდი ხანი ეს ადამიანი იყო რაღაც ისეთ სიტუაციაში, რომ აი სადაც კი მაგისთვის ეხა ძვირფასია სიყვარული, ანუ ბავშვური მიდგომა, გაიგეთ გქონდათ რომ ხა, მაგრამ აი აქ უნდა კიდევაც უკვე აიღოს პასუხისმგებლობა და მიხვდეს, რომ კი სიყვარული რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ კი გრძნობები კი, მაგრამ მამაკაცმა პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს, იმიტომ როგორც საერთოდ ახლა ну უფრო გრძნობები და აი ესეთი ენერგია რაც მამაკაცზე არის და როგორც მაგას აქ მიდგომა სიყვარულისადმი, ეს არის უფრო გოგოების პრეროგატივა, იმიტომ რომ გოგოები უფრო არიან ну მარჩვენა ეგეთ რაღაცებში, ილუზიებში და ოცნებებში, ну რაღაც ბავშვური ენერგიებში რა, ну როცა ბავშვური ენერგიაში რა სიძახი, ეცა იმენა სიყვარული, როცა გვიყვარს ჩვენ დაუფრენავთ რაღაცა, მაგრამ მამაკაცმა ცოტა სხვანაირი, მაგრამ უნდა კიდე მატერიალური მხარეც განიხილოს აუცილებლად, იმიტომ რომ ის არის მამაკაცი და რა თქმა უნდა, აი აქ თითქოს მაგასში მიდის რაღაცა ეგეთი აი ელდასავით ეცა და მიხვდა რაღაცას, რომ ანუ, ну, პრინციპში ეს არის ლოგიკურიც არის, ხო? ლოგიკურიც არის. და აქ მოხდა რაღაცა ძალიან ისეთი მომენტი, შეიძლება თქვათ უცბად, ну, კარგი სიტუაცია იყო და მე უცბად თქვათ რაღაცა, ну, იჩხუბე და წავიდა ეს ადამიანი. აქ არ არის ეს ისა და თვითონაც არ იცის რა, აქ გაურკვევლობაში არის უშუალოდ მამაკაცი. კი, წავიდა რაღაცა გული ეტკინა ძალიან, კი, საუბრის მერე. მაგრამ აქ ამისათვის კი, ანუ მაგას სიყვარული მაინც არის, აქ ვიცით, აი გეუბნებით, აქ მოხდება რაღაცა მომენტი, სადაც მიეცემა ამას დრო იმისათვის, რომ მიხვდეს, რომ აი სხვანაირად უნდა შეხედოს, ეგა ურთიერთობა სხვანაირად უნდა შეხედოს. კი, დრო მიეცემა ამას იმისათვის, რომ იფიქროს, მართლა გეუბნებით. კი. ну, მე უკვე რაღაცას აქ უკვე გამოჩენასაც მაჩვენებენ, მაგრამ სულ სხვანაირად უნდა მოვიდეს ეს ადამიანი სხვათა შორის. იმიტომ რომ ნაკლებობას იგრძნობს თავის ქალზე და მიხვდება ბოლოს, რომ აქ ახლა ну ძალიან რთული პერიოდი ელოდება, მაგრამ მიხვდება ეს ადამიანი, რომ აუცილებლად აქ თავისი სიძლიერე უნდა აჩვენოს. ეს როგორი სიტუაცია, იცით, როცა დაუშვათ ადამიანი ფიქრობს, რომ მამაკაცი, იმიტომ რომ ურთიერთობა ეს არის მარტო თქვათ, ახლა სასიყვარულო რომანი და ის რომ მაინც გინდა თუ არ გინდა, ახლა ну თუ დაუშვათ
სადღაც აი ადრეც წავიკითხე, რომ მხოლოდ ის კაცებია, ვინც ახლა ვისაც ფული არ აქვს, ან არ უნდა რომ ჩადება თქვა მატერიალური ურთიერთობაში, ფიქრობენ რომ ქალს მხოლოდ ფული უნდა. არა, მხოლოდ ფული ეს არ არის ლაპარაკი. ელემენტარული შენ რო დაუშვოთ ახლა ურთიერთობაში რო ხარ, ხო, ნუ ყავა ხო უნდა შესთავაზო სიტყვაზე, ხო, სხვა თუ არაფერი. ნუ ფინანსები ყოველ ვარიანტში საჭირო არის და ეს ფინანსები რა თქმა უნდა მოდიოს მამაკაცისგან. მამაკაცმა უნდა მოგიტანოს, ქალმა უნდა მოამზადოს, ხო? აი ეს ასე მუშაობს. კი არის ახლა ბევრი სიტუაციები შეცვლილი და ეს ძალიან ღრმა თემები და ასე შემდეგ, მაგრამ მაგას ახლა არ შევეხებით, იმიტომ რომ სხვა თემაც გვაქვს ჩვენ. მაგრამ უბრალოდ ეს თემა არსებობს რა და ძალიან სამწუხაროა რომ ახლა სხვანაირად რაღაცნაირად არიან მამაკაცები ზოგჯერ თქვა ყველა არა, მაგრამ არიან რომ არ უფიქრდებიან იმას რომ ან რატომ ან არ უნდა რომ იფიქრონ იმაზე რომ აუცილებელი არის ფინანსური ჩადებაც ურთიერთობაში მამაკაცის მხრიდან. აქ არავინ არ იძახეს რომ თქვათ ახლა რაღაცა სწავლებს, მაგრამ მამაკაცი მხოლოდ იმას აფასებს, რაშიც დებს თავის დროს, ფინანსებს და ასე შემდეგ. ეს არის ბუნება, ბუნებრივი არის, იმიტომ რომ ეს უკვე მამაპაპური თემები რა, როცა ვიცით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე კაცი გადის დეგრადაციას, მე გულის ტკივა, მე როცა ვერ გრძნობს აი კაცურად რა თავს, რომ მე უკვე ქალს აბრალებს რაღაცებს, ნუ ეს ძალიან ცოტა ღრმა თემა. всё, მოდით ნახოთ ახლა თქვენ როგორი ხართ ახლა. გოგო. რა გინდა თქვენ ურთიერთობიდან? ახლა ვნახოთ ბიჭი. თვითონ ბიჭი როგორი არის? პენტაკლების ტუზი მე ვარ საჩუქარი. გაიგეთ ასე ამბობს. საჩუქარი ვარ. ნახოთ ახლა ჩვენი საჩუქარი. როგორია სინამდვილეში, რას გვეტყვის და რა. так, როგორი არის თქვენი პარტნიორი? так, მას რა უნდა ურთიერთობიდან? так, ხა ცოტა აქეთ. так, შემდეგ იმდენი დასტები მოვამზადე. ნახოთ ახლა ჩვენ რა გაქვთ თქვენ საერთო. რა გაქვთ თქვენ так, მაცალეთ. ნუ დახტიხართ ცოტა ხანი რა აქვს საერთო რაღაცით რამის მეჩვენება. ნუ ვიღაცა შეიძლება შვილი ყავთ. შეიძლება. რა გაქვთ საერთო და მინდა ვნახოთ რა გაქვთ თქვენ განსხვავება რა არის თქვენში. და განსხვავება არის თქვენში და იდე მინდა ნახო ეხლა ნამდვილად არის ეს ადამიანი. აი ასე გავაკეთებ. ეხლა ნამდვილად არის თუ არა, იმიტომ რომ ბიჭებიც უყურებენ, მე ვიცი. და არიან ესეთი მამაცი ბიჭები, რომელიც კონსულტაციაზეც მოდიან, სხვათა ძალიან მაგრები არიან, მართლა ძალიან მაგრები არიან. და არის თუ არა ეს ნამდვილად ის ადამიანი, ვინც ეხლა თქვენ გჭირდებათ. მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვიცი ჩვენ რომ არის რაღაც სიტუაცია, ნუ ყველაფერი არის დროებითი, ვიცით. პარტნიორი რო არის ჩვენ ცხოვრებაში, რაღაც დროებითი შეიძლება მთელი ცხოვრებაც იყოს, შეიძლება რაღაცა პერიოდისთვის იყოს, აი ამ მოცემულ მომენტში ნამდვილად არის თუ არა ეს ადამიანი საჭირო თქვენთვის. აქ ავიღოთ გოგოსთვის და აქ ავიღოთ ბიჭისთვის, რო ასე რომ ვიცოდეთ და პლუს კიდე სამყაროს ჩვენ ვკითხოთ ახლა, ამ ახალი ძალებს ვკითხოთ. აქვს თუ არა ამ ურთიერთობას მომავალი. იმისათვის რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს. იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ჩვენ ცხოვრებაში საერთოდ რაღაც ისთვის, ეს ვიცით ჩვენ უკვე, ვინც ჩვენთან არის უკვე დიდი ხანია გიიცია. გოგო როგორი მყავს ახლა მე აქ, ნახოთ. გოგო ვიბო რა ხდება?
ნუ აქ თქვენ დადეგეთ ეხლა როგორ პოზიციაში იცით უკვე აი შეხედეთ უბრალოდ ხმალების მეფის ენერგიაში ხართ თქვენ. ანუ ეს რასთან იეროფანტი. შეხედეთ ეხლა გეტყვით თქვენ როგორ ხართ ეხლა. ეს არის როცა ნუ გოგო თვითონ საერთოდ აი ნახეთ ხმალების დედოფალი მაინც არის ცოტა რბილი ენერგია, იმიტომ რომ ეს არის ნუ ქალი რა, მაინც ქალის ენერგია. როცა გოგო დგება აქ, ანუ მამაკაცის ენერგიაში, ნუ ესე იგი ხო, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აი თქვენ თვითონ ესეთ პოზიციაში დადეგეთ, რომ მორჩა რა. მე უკვე ძალიან მშვენივრად კარგად ვიცით ჩემი ფასი. თქვენ შეიძლება ბევრ ამის სწავლობთ. თქვენ ძალიან ჭკვიანი, უნიჭიერესი ხართ და იმიტომ რომ აი იცით როგორ თქვენ ხართ ყველანაირად ყველაფერს აი უმკლავდებით როგორ უნდა გავიგო რატომ ეხლა ეს ხდება. უნდა რამე წავიკითხო, უნდა რამე მოვუსმინო, უნდა გინდა გაშლა იყოს, გინდა ლიტერატურა რამე იყოს, გინდა თქვათ რაღაცებს როლიკებს უსმენთ რაღაცებზე, ხო? ანუ თქვენ უკვე როგორ ხართ, თქვენ ძალიან ზრდასრული პიროვნება ხართ რა. ეს ისეთი ენერგია, როცა მე ვიცი ჩემი ფასი, მე ვიცი მე ვინა ვარ, მე აქ შეიძლება განათლება გქონდეთ ვიღაცას დაჟე ნუ თქვათ 1-2 უმაღლესი შეიძლება გქონდეს თუ არა და ძალიან ბევრს სწავლობთ თქვენ. თქვენ იცით ანუ ზოგადად თქვათ კანონებიც იცით იმ სამყაროს კანონები საერთოდ იცით აი ოჯახი რას ნიშნავს, ურთიერთობა სერიოზული რას ნიშნავს. აქ თქვენ დიდი ხანია თვითონ თქვენს თავს ქმნით და იმდენი უკვე აი უკვე როგორ ხართ რომ აღარა всё მორჩა რომ მე ვიცი უკვე რომ ნამდვილად მე ვარ ჭკვიანი მე ვარ უკვე თქვენ გეუბნეთ შეიძლება დაჟევთ თქვათ აი ვიღაცას შეიძლება ასწავლით სადღაც თქვენ თვითონ ხო დაუშვოთ ხო ანუ არ გამოვრიცხავ იმიტომ რომ ასწავლებელი დამსამკავა საკმაოდ ეხლა მკაცრ ენერგიებში ხართ რა რომ უკვე აი აქ არ არის ეს სიტუაცია, როცა მე აი, იმიტომ არის აქ მაჩვენეს თავიდანვე ვთქვი, რომ აქ თითქოს როგორი ენერგია წამოვიდა, რომ გოგომ რაღაცნაირად სხვანაირად შეხედა ყველაფერს და უკვე თითქოს აი ეს თემა რო არის, აი არაფასებს შენ თავს, შენი თავი არ გიყვარ, შენი ფასი არ იცი, აი ეს აი აქ ეს დამთავრებულია ეს თემა. აქ ძალიან კარგადაც აფასებს, ძალიან კარგადაც მიხვდა ვინ არის და ძალიან კარგადაც იცის, რომ შეუძლია აქეთ გასწავლოს და აქეთ ნუ კიდე რაღაცა გითხრას, რომ აქ ადამიანს აქ ზოგს ცხოვრებისეული გამოცდილება უკვე ძალიან ძლიერი რა მიღებული. ზოგს აქ უკვე ისე რა ქვია, აი ნუ შეიძლება ბევრს სწავლობ თქვენ ისედაც რა თქვა, ესეთი ადამიანი ხართ რა. აქ даже არ გამიკვირდება რომ თქვა ფინანსურად კარგად ხართ, შეიძლება ზოგს უკვე გამოცდილებაც აქ იმაში, რომ ანუ უკვე ურთიერთობები გქონდათ სხვა და სხვა და იმ ურთიერთობებში თქვენ გაიზარდეთ. თქვენ აიღეთ იქიდან და ეს ანუ ყველა ურთიერთობა თქვენ რაღაცა მოგცათ რა. თუ დაუშვათ ერთი ვიღაცა ყავდეთ, შეიძლება ზოგს ერთი ყავდეთ ისეთი, რომელმაც გასასწავლა ჭკუა ისეთი, რომ რა ვიცი და უცბად თქვათ მისცა ეს ბიძგე ზრდისთვის რა. ნუ ძალიან ისეთი ენერგიები გაქვთ. ნუ ნახოთ ახლა თქვენი ბიჭი რა ენერგიებში არის ახლა. აი სასწაული გნახიათ რა. თქვენ ხართ აქ კიდე რას არ გამოვრიცხავ, ნახეთ კიდე აქ როგორი თემა მეცით რომ თქვენ გოგო არის ახლა ხმალების მეფის ენერგიებში და ბიჭი არის ახლა თასების დედოფლის ენერგიაში. აქ ნახეთ გაიქცა ეს ბიჭი რაღაცა ვერ აიტანა რა. ენერგია პატარა აი ნახეთ აქ შეცვლილი არის ესენი რა ქვია როლები რა. იმიტომ რომ ნახეთ როგორ ენერგიებში, ანუ უნდა იყოს შეიძლება პირიქით даже, მაგრამ ნუ ასე არის რა. როცა აქ თქვენ კიდე ნახეთ რას გეტყვით. შეიძლება თქვენ გოგო ფიქრობს იმას, სხვათა შორის ნახეთ რა საინტერესო არის. აი ეს პოზიცია ხა ღრმად რო ჩავიხედოთ რა ამ სიტუაციაში. აქ სხვათა შორის თქვენ ძალიან დიდი მადლიერება გაქვთ ამ ადამიანის მიმართ. რატო? იმიტომ რომ მაგან თავისი ქცევები, თავისი სიცივი, თავისი აი ეგეთი
სიჩუმეებით, თავისი ყველაფრით მომცა მე საშუალება, რომ მე ბევრი რამე ვისწავლე, ბევრი რაღაცა ეტყობა ამ ადამიანს, ბევრი რაღაცა აქ შემოტანილი, თქვენში რა, თქვენ ახლა ნახეთ ეს რას ნიშნავს, როცა მე გეუბნებით, როცა ხდება სიტუაცია ცოტა ისეთი, ჩვენ ხო სულ გაკვეთილებს გავდივართ, გვინდა, არ გვინდა, ასეა რა. და თქვენ ახლა შეიძლება როგორ ხართ უკვე იცით რომ რამე რო ხდება, ან უკვე დიდი ხანია თუ ხართ ურთიერთობაში, ყველა ეპიზოდს თქვენ აანალიზებთ და ფიქრობთ, რომ თქვა ეს სიტუაცია რა მომცა, ამ სიტუაციამ რა მასწავლა და ამ ადამიანის მადლობელი ხართ თქვენ. ეს არის ძალიან ღრმა განვითარება, გეუბნებით რა, როცა ადამიანი კი თქვენ თუ ზიხართ ეხლა და თქვათ ეხლა მიზახოთ რომ ეს ნაგავია, ეს ცუდია, ეს ისეთია რომ არაფრის ძალიან ცუდად თუ მოიხსენიებთ ეხლა თქვენს იმ პარტნიორს, თქვენი გაშლა ეს არ იქნება უეჭველი. იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, კი მტკივნეული იყო, კი რაღაცები არ მომწონდა, კი, მაგრამ ცდილობს ადამიანი, ცდილობს კი არა, აქ даже არ არის მცდელობა, აქ მყარე даже პოზიცია, როცა მზისად გოგო თქვა და ფიქრობს, რომ ეს ადამიანი რო იყო ჩემ ცხოვრებაში, მოდი მე ახლა გავიგო ახლა, რა ამ მისი საქციელებმა რა მასწავლეს მე, მისმა საქციელებმა. მაპატიეთ ჩემ ქართულზე, ვცდილობ მაქსიმალურად რომ კარგად აგიხსნათ. დაუშვათ ახლა, ეს ვისწავლე, ასეთი გავხდე, ეს მომემატა, ეს შევიძინე, რაღაცები, მივხვდით? ბიჭი ახლა არის როგორ იცით, რო ვთქვათ ახლა გადაინაცვლო ქალის ენერგიაში, გოგოს აქვს უფლება რო ვთქვათ, დაუშვათ, გოგოები ვართ, მაინც გოგოები, ხო, შეგვიძლია ჩვენ კიდევაც გვეწყინოს, შეიძლება კიდევაც ჩვენ რაღაც არ მოგვეწონოს და გავიბუტოთ. აქ თითქოს რაღაცა რა ენერგიებს იმაჩვენებს, იცით? ქალი, რომელიც მე მიყვარს, მაგან მე რაღაცა გამაბრაზა და მე გავარდი, მაგრამ სად გავარდი, აზე არა, ჯერ გააკეთე, მერე დაფიქრდა. გაიგეთ? თვითონ ახლა რაღაცა უცბად აქ შეიძლება რაღაცას ისეთ შეეხეთ თქვენ და ნახეთ რა ხდება. თქვენ შეიძლება შეხებას რას ნიშნავს აქ კიდე? შეიძლება თქვენ მას რაღაცა აჩვენეთ ისეთი რამ, რაც არ უნდოდა რომ ენახა მას თავის თავში. ესეც არის აქ. კაი, მოდით ახლა არ გავაგრძელებ ძალიან აქ შეიძლება რაღაცა უთხარით თქვენ, გაიგეთ რაღაცა ისეთი, რომ რაც მაგას ეს როგორი მომენტი იცით, რომ თქვენ დადეკეთ პოზიციაში, ძალიან ისეთი მკაცრ პოზიციაში, რომ მე ვთქვი, რომ ასე მე ეს აღარ არის ჩემთვის მისაღები რა. ასე არ შეიძლება ჩემთან. თუ დაუშვო რაღაც აქ ულტიმატუმზე არა მაქვს ლაპარაკი, აქ უბრალოდ ლაპარაკი იმაზე, რომ დადეკეთ ძალიან ისეთი მკაცრ პოზიციაში. ამას არ მოეწონა, გაიგეთ ეს ყველაფერი თქვენ რაც უთხარით, იმიტომ რომ შეიხო შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ მაგის ქალურ ენერგიას, იმიტომ რომ ჩვენში ხო არის ორივე, თქვენში გაიღვიძე თქვენი კაცური ენერგია, ამაში გაიღვიძე თავის ქალური ენერგია და გამოვიდა რომ თქვენ დადეკით და ახლა ესე მკაცრად უთხარით რაღაცა და ამას ეს ქალის ენერგია გაიქცა. მივხვდით რაღაცა ეგეთი. ნახოთ ახლა ჩვენ რა გინდათ თქვენ გოგოს რა უნდა ურთიერთობიდან. აქ როგორი მომენტი პრინციპში რო გითხრათ ძალიან ბევრი რამე გინდა თქვენ ამ ურთიერთობიდან, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აქ პრინციპში ქალს ისე რო ვთქვათ, ყველაფერი აქ რაც სჭირდება. თვითონ ყველაფერი უკვე შეიძლება შექმნათ, შეიძლება სახლიც გაგდა, კარიც და ყველაფერი. იმიტომ რომ თქვენ თვითონ ცხოვრებას დაუდეკეთ კაცურად, ყველაფერი უკვე შექმნით. ცხრიანი პენტაკლების აქაც გვაჩვენეს რა. ცხრიანი პენტაკლების ახლა როცა ქალი ასეთ ენერგიაში არის, ეს არის ადამიანი, რომელიც არის მართლა ისეთი რომ თქვათ, რომელიც ქმნის თვითონ აქ ყველაფერი, მოდით ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ცხრიანში რომ მოხდე პენტაკლების ცხრიანში, ეს არის როცა უკვე ნამდვილად სხვანაირად უყურებთ ყველაფერს, ხო? თვითონ ახლა ბევრს შრომობდა ადამიანი, ხო? აქ როგორც განვითარება, იმიტომ რომ იეროფანტი სხვადასხვა რაღაცა ის კონდეს შეიძლება თქვენ სხვა აზროვნება მასთან შედარებით, იმიტომ რომ იეროფანტი ეს არის უკვე არის სხვაობა, შეიძლება რელიგიური თქვა, დაუშვოთ თქვენ სხვა რელიგიის სხვა, ასაკობრივით შეიძლება
თქვენ უფრო ზრდასრული ადამიანი ხართ, შემდგარი ქალი ხართ, უფრო თქვა დაუშვათ, ხო? ანუ რომ აქ არის მაინც რაინდი და აქ ახლა თქვენ ძალიან ისეთ ენერგიაში ხართ რა. აი უფრო ისეთი მომენტი თქვენ ახლა თან შეიძლება თქვენ უყურებთ მასაც, შენ როდის უნდა მიიღო რამე ისეთი გადაწყვეტილებები რაღაცა სერიოზული როდის უნდა გახდე, იმიტომ რომ ეს საქციელი აქ ცოტა ბავშვური. ეხლა ნახეთ რა ხდება, ესე იგი თქვენ და იმიტომ გეუბნებით რომ პრინციპში რო თქვათ რომ რა გინდა თქვენ ამ ურთიერთობიდან, აი რამე ნახეთ კი თქვენ ყოველთვის მიუხედავად პრინციპში ამ ურთიერთობას ხა შანს ყოველთვის აძლევთ რა. იმიტომ რომ აი მაგრამ აი ამავე დროს აი რო გითხრათ რომ ბევრ რამეს ითხოვთ, აი მოგატყუებთ რა, აი ვერ ვიტყვი რა. მაგრამ აი თვითონ მისი ნახეთ შეიძლება გინდათ როგორ იცით რომ ადამიანმა აქ რატომღაც რა მომდეს იცით რომ აი თითქოს გინდათ რომ ეს ადამიანი არ ექცეოდეს აი ასე ბავშვით რა. იმიტომ რომ როგორ არის იცით აი თითქოს როგორი მომენტი არის იცით ეთყობა თქვენ არ ძლევთ რამე რჩევას ამ რჩევას ეს ადამიანი არ იღებს მაგრამ აქ გეუბნებით ახლა აქ ესეთი პოზიცია გოგოს რომ აქ ცოდნა აქ მაგას გაიგე და ეს არ იღებს ამ ცოდნას რა შეიძლება შეცდომასაც უშვებთ თქვენ რომ ახლა ამას ელაპარაკებით მაგრამ კიდევ იმიტომ რომ იძახეთ კიდევაც რომ всё მორჩა მე მაგას არაფერს აღარ ვეტყვი რა გინდა რა ურთიერთობა გინდა რა ურთიერთობა გინდა თქვენ ხო გეუბნებით, სულ სხვანაირი პიროვნება ხართ რა, გეუბნებით. თქვენ გინდათ რომ იყოს აი თითქოს აი სტაბილური სიხარული მინდა, ხო? ანუ რაღაცა აი ბედნიერება, სტაბილურობა, თქვენ ძალიან როგორ ხართ, ნახეთ, ან ეროფანტის ენერგიაში, როცა არის ადამიანი, არის უფრო აი როცა უყვარს, აი თქვათ ოჯახი, უყვარს აი ერთად ცხოვრება თუნდაც, ხო? აი ერთად თქვათ რამე საერთო კონდეს, თუ დაუშვათ ოფიციალურად შეიძლება თქვათ, აქ თუ არა, იმიტომ რომ აქ მაინც ახლა იყავით თქვენ აქ გათხოვილი, ანუ ოჯახი ყველა ვარიანტში ყავდა თქვენ ახლა ყველა ვარიანტში და რა ვიცი. მაგრამ აი გინდათ რაღაცა სტაბილური. მოდით ასე ვთქვათ, სტაბილური ურთიერთობა, სადაც იქნებით კარგად და ბედნიერად. აი ეს გინდა თქვენ. და ურთიერთობიდან, აი ეს, კი და არა მათხოვრული რაღაცა ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ აქ იმდენ რამეს მოერიეთ უკვე, იმდენ რაღაცებს მოერიეთ, რომ უკვე ფიქრობთ, რომ მე ღირსი ვარ იმისი, რომ უკვე ყველაფერი მქონდეს, აი ნორმალური, აი სტაბილური, ბევრი პენტაკლები რა, აქ სტაბილურობას ითხოვს ადამიანი რა. ანუ უკვე აღარა ვარ მე თანახმარო ვიყო მარტო რაღაცა აი პატარა თქვათ შეხვედრები რო იყოს ან პატარა რაღაცა გამოანათებს და მე ისევ გულს მატკენს ანუ როცა ადამიანმა მინდა რომ ისწავლოს მანაც რა ახლა რომ როგორ და რანაირად უნდა იყოს ეს ურთიერთობა ხო აი ეგეთი სიტუაციები გინდა თქვენ რა იმიტომ რომ თქვენ აქ გამოდიხართ მე აი თქვენ როგორი ხართ აი არავის არ გაეკიდებით არავის არ შეეხვეწებით იმიტომ რომ თქვენ აი აქ თქვენი ფასი კარგად იცით, გაიგეთ რა ხდება და არ გინდათ რომ მხოლოდ ეს რაღაცა, ანუ კი ვთქვი რომ თავიდან აი ბევრი რამე არ გინდათ, იმიტომ რომ აქ მე ვერ ვხედავ ქალს, რომელიც ითხოვს რომ მამაკაცმა უნდა იმპერია შემიქმნას და კოშკები ამიშენოს. მე მაგას აქ ვერ ვხედავ. აქ თქვენ თვითონ ისედაც ყველაფერი გაქვთ, ის რაც თქვენ გჭირდებათ, ან შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ის რაც თქვენ გჭირდებათ, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა კატეგორიას მიყურებენ გოგოები, შეიძლება ზოგს ახლა მართლა უკვე თავისი საქმე აქ კი არა, ბიზნესი და ყველაფერი აქ და იმისთანა კარგად არის რომ რა ვიცი, მაგრამ აი ეს მომენტები, როცა ადამიანი აი ასე იქცევა, მოიქცა, გაიქცა, რაღაცა მოვიდა და აქეთ გასიამოვნა, აქეთ გული გატკინა, ხო? აი უკვე ეს მომენტი, ანუ ვერ სწავლობს ადამიანი და თქვენც ახლა უკვე არ გინდათ რომ აი ეს რაღაცა ნამცეცები რომ მომცეთ, ხო? მომცეს იმ ადამიანს, თქვენ უკვე ეს,
აქ უკვე თქვენ აღარა ხართ ისეთ იმაში, რომ ახლა იჯდეთ და ინერვიულოთ და მიგეხვეწები და იქნება და მომწერო და იქნება და მოხვიდოთ და იქნება და რაღაც აქ აღარ არის ეგ სიტუაცია. თქვენ აი აქ ხართ სიტუაციაში, როცა всё, მორჭა. მე ჩემი თავი მოვიდა, მე მინდა ბედნიერება, მე მინდა კარგად ვიყო რა, მინდა კარგად ვიყო, მე ეს დავიმსახურე. ბიჭი, ნახოთ ჩვენი ბიჭი. მას რა უნდა ურთიერთობიდან? ნუ აქ არის როგორ ადამიანს აქ ხა როგორი მომენტი რომ გითხრათ რომ ახლა მაგას სიყვარული არ უნდა და რამე არა. უნდა, მაგრამ არ იცის როგორ. უნდა ნამდვილად მაგის ფანტაზიებში ხართ, მისთვის მას უყვარხართ, მან გააკეთა თავისი არჩევანი, თქვენ ხართ მისი სიყვარული, იმიტომ რომ ეგრევე მათ ჩვენად თასების დედოფალი. რომელთანაც თქვათ კი უნდა რომ მოვიდეს, მაგრამ არ იცის, აქ სხვაობა უეჭველი იქნება, ან ნახეთ, ანასაკობრივი, ან შეიძლება განათლებაში, ან კიდევ გოგომ იცის ურთიერთობები და ბიჭმა არ იცის, გაიგეთ და როცა არ იცის ურთიერთობები, ხო? ან ნუ საერთოდ ნუ ხა გოგოები უფრო მეც მუშაობენ, ხო? აი თუნდაც ახლა გაშლას უყურებ, ეგაც ერთგვარი თერაპია, ხო? უკვე რაღაცას გავიგებ. მაინც ვთქვათ, აი რა ჭირს, მე რა მჭირს, რა ვქნათ, ხო? მაგრამ აი ბიჭები იშვიათად რო ვთქვათ, ინტერესდებიან იმით, როგორ და რანაირად. კი, არიან ძალიან მაგარი ბიჭები, როგორც თქვი წეღან, აი მართლაც ვცემ ესეთებს, ვინც ახლა ვისაც აინტერესებს რა, ყველანაირი მხრიდან ეგ სიტუაციები, მაგრამ ყველა არ არის ეგრე. ამან კი არჩევანი კი გააკეთე, რომ მე მინდა მასთან, კი, მე მინდა, მე სიყვარული ავირჩიე, მე მაგასთან მივესწრაფებე, მაგრამ არ ვიცი როგორ რა გავაკეთო, როგორ განვითარება ურთიერთობა, არ ვიციო. კიდე თქვენ ხართ. არა, ამას უყვარხართ, ძალიან უყვარ. აქ როგორ არის, თქვენ მისი სიყვარულიც ხართ და მისი ტკივილიც ხართ. თქვენ ხართ ქალი, რომელიც არის მისთვის აი სტაბილური ქალი, რომელიც მიყვარს, ქალი, რომლისკენ მე გავაკეთე არჩევანი, ანუ ვიცი რომ აი თქვათ, რაც აი წავიდი, მოვედი, რაღაცა ვქენი, ვიჩხუბე თუ მეწყენე თუ რაღაცა, მე ვიცი რომ ეს არის ის ქალი, ვისთანაც მე მინდა ვიყო, მაგრამ ეს ქალი არის ჩემი უდიდესი სიხარული და სიამოვნება და თვითონ აი ამ ქალსაც შეუძლია რომ დიდი სიხარულიც და სიამოვნება მომანიჭოს, ამავე დროს ეს ქალი არის ჩემი უდიდესი ტკივილი. აი ამას ამბობს ეს ადამიანი. კი. და აქ ისევ გეუბნებით, რომ აქ ადამიანს აი ეს მომენტი ბაშნა. აქ ადამიანი არის რა, რომ არ იცის და ანუ აქ მაღალი ძალებს გეუბნებით, რომ ნამდვილად მეტყობა მოკიდეს მაგრად ხელი, იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი მაინც იმის მიუხედავად, რომ თქვენ ასეთი მნიშვნელოვანი ხართ მაგას, ხო? ეს ხო გეუბნებით, შეიძლება მოვარდება თქვენთან, მე ისე სადღაც გაჩერდება და ფიქრობს კიდე რა კიდე და შემდეგი რა გავაკეთო. ანუ და ეხლა მოდის როგორი სიტუაცია, როცა უკვე მისი აი ეგეთი ბავშვური მისვლა-მოსვლა ან ბავშვური ქცევებზე უნდა დაადონ უკვე აქ წერტილი დასვან, იმიტომ რომ უკვე всё. მაგრამ კიდე რა არის, თვითონ ეს ადამიანი ამ ცვლილებებს არ იღებს. ნახეთ, ესეც არის. კი, და აი ნახეთ აქ გეტყვით რა ხდება. ეს ეწინააღმდეგება რას? ტრანსფორმაციებს. ამას აქ რაღაცა თავში ეს დარჩენილი აი უპასუხისმგებლობა შეიძლება გქონდათ თქვენამდე ურთიერთობა როგორ მოვედი, ჩემი თქვათ სურვილები შევასრულე, წავედი. აქ აღმოჩნდა ქალი, რომელთანაც ეგრე არ შეიძლება. ნუ ეხლა აქ ბოდიშით აი ეს ამ ქალს კი შეიძლება თქვენ გული, სული, ყველაფერი მისცეთ ამ ადამიანს, რაზე ელაპარაკე, მაგრამ აი ეს რომ და იმანა თვითონაც ხომ მაგას ამბობს, რომ უზომოდ თბილია, უზომოდ ისეთი ჩემია, უზომოდ მავსებს ეს ქალი მე ყველაფრით, ხო? მაგრამ
ეს ადამიანი რომ აი ასე რო იქცევა რაღაცა ამას უნდა თქვათ აი მსუბუქი ურთიერთო მოვედი წავედი ხო მაგრამ აქ თუ თქვენ დაუშვათ ახლა თქვენ ოჯახზე ორიენტირებული ხართ უფრო გოგო მაგრამ და აი ის რა ქვია და ეს ცოტა სხვანაირად არის განწყობილი და მაგრამ უნდა შეიცვალოს ასეთი ქალის გვერდით კაცმა უნდა შეიცვალოს გადააფასოს რაღაცები შეხედოს უკვე სხვანაირად სიტუაციას რომ აი ისე როგორც იყო ნუ არ შეიძლება უკვე всё ის შენ ხო იყავი რაღაც პერიოდზე შენ ხო გქონდა რაღაც პერიოდი როცა შენ იყავი თქვათ ახლა ნუ პატარა ბავშვით იქცოდე მორჩა ახალ რაღაცას გაკვეთილებს ეს არ იღებ ახალი გზა უნდა დაიწყოს უნდა შეიცვალოს მაგრამ და მაგი თვითონ რო თავისით არ იღებს აქ ერთობენ მაღალი ძალები და მე აქ არის ისეთი განცდები და ისეთი შინაგანი ბრძოლა რომ ეს ცდილობს მაქსიმალურად რომ ამას გამოვიდეს ამ ენერგიებიდან მაგრამ ნუ აქ ახლა რა გითხრათ აი ზუსტად ხმალების მეფის ენერგია მაგრამ აქ ერთობა ეს მაღალი ძალები თქვენ გფარველობენ აქ ხო არის იეროფანტე მაღალი ძალები თქვენ გფარველობენ იმიტომ რომ თქვენ ხედავენ როგორ თქვენ მიდიხართ კამაი ვაშკაცი კაცივით რო იტყვიან და ამ ცხოვრებას ებრძვით თქვენ ყველა ვარიანტში და ვითარდებით ყველაფრის მიუხედავად აი ყველა ურთიერთობას თქვენ გაძლევთ თქვენ უფრო მეტი ესე რა განვითარება თქვენ სწავლობს ეს არა და ეხლა მოვიდა მაგისი გაკვეთილი ანუ ეს თქვენი მფარველი ანგელოზები მოვიდნენ მაგასთან რომ შენ ცოტა დაფიქრდე რა ცოტა დაფიქრდე რომ უნდა შეცვალო რაღაცა შენ ცხოვრებაში რა საკმარისი იყო აი კიდე ეს თქვენი ხმალების მეფე როდემდე უნდა იყო შენ როდემდე უნდა ებრძოლო შენ გინდა ბედნიერება და ეს აქ არის ნახე ეს ადამიანი ეხლა ებრძვის თავის ეგოს სიყვარული აქ გრძნობა აქ მაგრამ არ მინდა შევიცვალო მე როგორიცა ვარ ისეთი ვარ მე არ მინდა შევიცვალო მიხვდეთ არ მინდა მე სერიოზულობა არ მინდა მე სერიოზული რაღაცები ნაბიჯების გაკეთება არ მინდა მე რამე ვისწავლო აქ არ მინდა გაიგეთ რა ხდება მე არ მინდა მე ვარ აი ეგეთი როგორიც ვარ რა თუ გინდა მიმიღე ხო იცი ბიჭებს რო აქ ეგეთი მომენტები როგორიც ვარ ეგეთი ვარ მიმიღე როგორიც გინდა როგორიც ვარ და როგორი ვარ არ იცის ხო ამ დროს ხო გეუბნებით ადგა სამყარომ და თქვა რომ არ გინდა ხო იყავი ისე რა და ეხა იჯეგი და იოცნები ამ დრო უყვარ ხართ ზომოთ თუ თქვენ ხართ მისი მზედა მთვარე მისი სამყარო მისი ყველაფერი აგერ არის არა თქვენ რო უყვარ ხართ და თქვენ იცით რა როგორ უყვარ ხართ ანუ როგორც აი რამდენიც არ უნდა იყოთ აი სხვაობა ასაკი თუ რაღაცა აი ჩემი პატარა გოგო მიყვარს მინდა ეს ქალი მინდა ეს ქალი მიყვარს ეს ქალი არის აი ნუ როგორ არის იცი მაგ აი პასუხისმგებლობის აი ეს არა აქვს მაგას არა აქვს აი ეს გამოცდილება აი პატერნს რო უძახიან ახლა ხო ყველა ამ სიტყვას რო იყენებს და ზუსტად ეს მომენტი არის როცა ადამიანში არაზის პროგრამა ანუ როგორ იცით აი ოჯახზე მზრუნველების როგორ თქვათ შეიძლება თქვათ არ ყავდა მაგას ოჯახი ან ოჯახში არ იყო კაცი როგორ იცით აი მზრუნველი როგორ იცით აი როგორც არის თქვათ რომ მოიტანა თქვათ რაღაცა გააკეთა ნუ აი რაღაცა არა აქვს ამას რაღაც მაგალითი რა გეუბნებით ამიტომ მაგისთვის ურჩევნია რომ უცბად გაიქცეს რა რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს აი ეგრევე ცდილობს რომ აი სიტუაციას გავექცე რა რომ აი ისი კიდე უფრო მეტად აი არ მეტკინოს რა და სად გარბის თვითონ არ იცის იმიტომ რომ არა აქვს აი რაც გითხარით ამას არა აქვს როგორი მომენტი იცის აი მე არ ვიძახ რომ შეიძლება თქვა ახლა ანუ აი სცენარი არა აქვს მაგას ისეთი აი რო დაუშვი ნუ
არ მინდა უბრალოდ არავინ ვაწყენ, იმიტომ რომ საჯარო გაშლა არის, გაიგეთ, ნუ მაგრამ შეიძლება მოდათ ასე ვთქვა რა, შეიძლება არა აქვს მაგას ისეთი სცენარი, სადაც ვთქვა, მამაკაცი მამა ექცეოდა ვთქვა დედას, აი თუნდაც ისე როგორც ვთქვა, ამ ქალს უნდა რომ მოექცეს, ვთქვა, დაუშვათ ეს კაცი. ანუ ვთქვათ, რომ კაცმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გაიგეთ, შეიძლება ვთქვათ, ეხლა დედაზე იყო ყველაფერი მის ოჯახში შეიძლება, ხო? ნუ აი ეგეთი რაღაც მომენტები არის რა. და ამას უჭირს ეგა მივხვდეთ, ძალიან ფიცხი არის ეგა და მე ბრაზდება ძალიან და აი არ მინდა ვერ სწავლობს ეს ადამიანი, მაგრამ ნუ მაგას ახლა აიძულებენ, მაღალი ძალები ღმერთო ძალიან აიძულებენ გოგოებო, არ ნერვიულობთ, ეს თუ ეხლა არ გამოდის კავშირი თუ წავიდა თუ რაღაცა უთქვენოთ ეს აი გაგიჟებული იქნება, თუ იმდენად მიჯაჭვული არის, იმდენად არის ეხლა ანუ სულით არის, ანუ აქ სულს აი ასე სულს ჭირდებით, გაიგეთ, აი სულიერი განვითარება ხო სხვანაირი ჩვენ ახლა შეიძლება აქ ცხოვრებაში დავხოცოთ ერთმანეთი, მაგრამ რომ მე მიდის და აი ეს სული იძახეს, ვაიმე არ შემიძლია მე არ შემიძლია და ნუ აქ უნდა მოხდეს ამაზე, კი თქვენ ძალიან დიდ როლს თამაშობთ მაგის ცხოვრებაში, თქვენ ძალიან ბევრ ამის ასწავლით, ბევრ ამის ხსნით მაგასში, თქვენ მაგას ზრდით, თქვენი მაგალითით ზრდით და ანუ ეს თulis რომ შევავის უსამართლობაში, ხედავს როგორი თქვენ გამოხვედით ამ გაჭირვებული პერიოდიდან, როგორ აი ყველაფერს რომ მაინც მიდიხარ სულ წინსვლა გაქვს თუ რაღაცას მუშაობს, თუ რაღაცას შეიძლება ბევრ ამის უკვე მიაღწიეთ კიდევაც და ეს კიდე უფრო მეტად აყვარებს ამას თქვენს თავს და ანუ როგორ გითხრათ აი ძალიან აი თითქოს არა ეს სწავლობს ამ სიყვარულში, ეს ამ სიყვარულში სწავლობს. აქ ძალიან დიდი როლი გაქვთ თქვენ. აქ იცით როგორ არის, შეიძლება თვითონ სხეული გარბის, მაგრამ სული არ უშვებს. აი ასე უკან, სულიერად, უკან ბრუნებს სული. ნუ არ აძლევს საშუალებას, რომ თქვათ ახლა გაიქცეს რა. ვნახოთ ახლა ჩვენ ესე იგი რა გაქვთ თქვენ საერთო? ვნახოთ. ნუ საერთო რა არის, იცით ახლა შემიძლია თქვა, რომ ახლა პრინციპში თქვენ ორივე ხართ ისე მიჯაჭვული ერთმანეთზე, არის აქ თქვენ შორის ახლა გრძნობა არის, მაგრამ კიდე საერთოს რას უფრო მაჩვენებენ აქ იცით? აქ საერთო არის ამ ბიჭის გაკვეთილი. აი ეს არის საერთო თქვენი აქ უფრო ღრმად მაჩვენებენ რა. კი. ამისი გაკვეთილები. აქ სამყარო ასწავლის შანსებს აძლევს, კი ბატონო. აქ არის საერთო რა, თქვენ თითქოს აი არც გაძლევენ საშუალებას, აი აქ მტკივნეულ გაკვეთილებს გადეხართ თქვენ და თან ნახეთ როგორ არის აქ შეიძლება ცალ-ცალკე გადეხართ ამას, აი ერთად არა. ნახეთ, როცა მოდის დრო იმისათვის, რომ თქვენ რაღაცა უნდა ნუ რაღაცა თქვა დაუშვათ ახლა გაიაროთ, ხო? თქვენ ნახეთ რა შვებიან, კი შეიძლება მანძილზე გაგდებენ, მაგრამ არც უშგიშვებენ თქვენ ახლა თქვათ, რომ ნუ всё, აი თქვენ შეიძლება თქვენ всё მორჩა დავამთავრე, აღარ მინდა, მე წავედი, არ შენ არ მჭირდება მაგით რაღაც. მაგრამ ამავე დროს ერთმანეთსაც კიდევაც ანუ უთვალთვალებთ, ერთმანეთზე ინფორმაცია გაინტერესებთ, ერთმანეთი უზომოდ გიზიდავთ, იმის მიუხედავად, რომ აი ერთმანეთს კიდევაც აღიზიანებთ, მაგრამ აი აქ თქვენ კიდევაც გეძლევათ საშუალება ამ ტკივილებით, ამ ყველაფრით კიდე ისწავლოთ სიყვარული, იმიტომ რომ თქვენ აქ სამყაროს აქვს თქვენზე ძალიან დიდი რაღაც მომენტები რა, ჩაფიქრებული. თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ორივე ადამიანი ერთმანეთისთვის რა. თქვენ აქ მოხვედით, რომ ისწავლოთ, აი სამყაროს ერკანი აქ არის და შეიძლება ახლა რაღაცა ნუ აგრანდიოზული შეიძლება თქვენზე იყოს, ვთქვათ, ჩაფიქრებული მაღალ ერკანებს აქ, რა ვიცი, მაღალ ერკანებს მეთქე მაღალ ძალებს და
ნუ არ გიშვებენ რა, არ გიშვებენ თქვენ აქ რაღაცები გაქვთ, კი არა, აქ კიდე შანსიც გექნება თქვენ აქ უნდა იყოთ ერთად. კი, აქ კიდე გექნებათ თქვენ, აქ ბევრი რაღაცები გაქვს სასწავლი. აქ ვიღაცისთვის სხვათა შორის ვისაც აქტუალურია, შეიძლება შვილიც უნდა გააჩინოთ თქვენ აუცილებლად რა. მაგრამ ის რომ თქვენ კიდე გაქვთ გასავლი, აქ რაღაცები კიდე აქ მაღალი ძალებს თქვენზე ჩაფიქრებულიებენ, იგით ვალთვალებენ, უყურებენ, როგორ მიდის თქვენი განვითარება და მაინც აი სულ იმის მიუხედავად, რომ ძალიან შეიძლება თქვენ აი უკვე იძახეთ, რომ აღარ მინდა მორჩა, მაინც რაღაცა პერიოდს დაამთავრებენ, თითქოს რაღაცნაირად დაგამშვიდებენ, მოგცემენ ცოტა შესვენებას და ისევ მერე შედიხართ. აქ კიდე რაღაცები ჩაფიქრებული თქვენთვის გაკვეთილები. აქ არ არის დასრულება. არა. აქ даже უკვე პასუხი მითხრეს, ნახეთ, ახლა ისე მოიცადეთ. ნუ აქ როგორი მომენტი იქნება, ეს ადამიანი, ახლა ამას ნახეთ, ეს თუ წავიდა ეხლა, ხო? შორს დაუშვოთ თქვენგან, თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი. თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი. თქვენ ხარ აქ სხვაობა უეჭველი იქნება. აქ ჩაფიქრებული არის, რომ თქვენ ეს ამ ადამიანს უნდა დაეხმაროთ. თქვენ უფრო თან პლუს კიდე ეს ადამიანი თქვენში ხსნის თქვენს ვარსკვლავს, კი მტკივნეულად, კი უკვე თქვენს ეძახეთ ალბათ აღარც მინდა არაფერი არ გახსნათ არაფერი, მაგრამ ნუ არის აქ ესეთი მისია. ამავე დროს თქვენს სხვა, ნუ აი როგორ გითხრათ, ძალიან მაგარი კავშირი გაქვთ თქვენ აქ რა. ერთი ვარსკვლავთა ოჯახიდან ხართ. ეს მნიშვნელოვანია. ორივე ხართ მნიშვნელოვანი. უბრალოდ აქ ნახოთ, თუ არის სხვაობა, აქ გოგო უფრო ადრე მოვიდა, ვიდრე ბიჭი. უფრო ადრე მოვიდა, ვიდრე ბიჭი და ამიტომ გოგოს უფრო მეტია გავლილი, უფრო მეტი გამოცდილება აქ ამ გოგოს და ეხლა უნდა ამასაც დაეხმაროს, მაგრამ გოგო გადაიღალა უკვე აღარ მინდა არაფერი იცავს. უკვე აღარ შემიძლია, მე მაგისი ნერვები სადამ აქ, აი ესე ხარ თქვენ. მინდა უკვე მე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო რა და ვისი ამოვნო და არა მაგი ვასწავლო უკვე რა, აი ესე ხარ თქვენ აქ. იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან აი ნელად არ იღებს ეს გაკვეთილებს, გაიგეთ რა ხდება. აი როგორც აგვაჩვენეს ჩვენ. და უკვე თქვენს ახლა როგორ ხართ იცით რა, აი ვგიჟდები აი აქ აეროფანზე ამ დასტაში. რო ღმერთით გეუბნება რომ დამშვიდი, გეხოცები რა, კიდე ცოტა მოითმინე, მესამე აეროფანტე. მესამე. გეხოცები რა, ცოტაც კიდე მოითმინე, გთხოვთ რატომ? ჩვენ დაგეხმარებით. არ მიატოვო რა, ჩვენ დაგვეხმარებეთ რა, არ მიატოვო, გეხოცები რა, გიყვარდეს რა. თუ ეს ნახე რა დღეში იქნება. ეხლა სხორფის როლში კიანო ჩავარდებით, ეხლა თქვენ არ იფიქროთ რომ არიკა და მე თუ მაგი მივატოვე, მართლა მოკვდება ეგსაც სოდავე, ეხლა მასაც კი არ მიიღოთ ეხლა თქვენ. მასაც კი არ აქ დაეხმარებიან მაგას, აქ თქვენსკენ არის საერთოდ მაღალი ძალები თქვენსკენ არიან. თქვენ ვაფშე დამშვიდეთ ეხლა, არაფერიც არ უნდა გააკეთოთ, თქვენ იცოდეთ. კარგი სხორფის როლში არ ჩავარდე ხარ დაუწყო და იქ ვაი ბიჭებო გეხოცები. მე შენს გვერდით ვარ, არა. დამშოშმინდით, იყავით თქვენი საფეთ დაკავებო. აქ თან გაიაროს, აქ ერთი და იგივეს მაჩვენებენ დასტები, ასე რომ ერთად ეხლა მე-16 მე-13 გაიაროს. რა არის თქვენში ახლა, ისე რა ქვია, სხვადასხვა თემები. ნუ აი ეს არის სხვადასხვა, რომ თქვენ ახლა ვითარდებით, თქვენ ვარსკვლავი ხართ, თქვენ მიდიხარ, ეს არა. აი ეს არის თქვენი სიტუაცია, როგორ არის, იცი? ერთი, ანუ მთვარე არის საერთოდ, როცა ადამიანი, თქვა, აი გოგოს მხარეს დაიდო ვარსკვლავი, ხო? როცა მე მაინც გამოვდივარ, მე არ მაინტერესებს ვინას იტყვის, როგორ იტყვის, რანაირად იტყვის, მე გამოვდივარ, მე მივდივარ, მე მივყვები ჩემ ვარსკვლავს, ხო? ანუ ერთი ვითარდება, მეორე კიდე რაღაცას ებრძვის, უარყოფს. აი ეს არის თქვენგან სხვაობა. ამ დროს უნდა იყოთ პრინციპში ახლა აქ
ასეთ მომენტში. მოდით ვნახოთ თქვენთვის ნამდვილად ეხლა საჭიროა ეს ადამიანი გოგოსთვის. ეს არის როგორ იცით, პრინციპში კიდე ეს იცით როგორ ანეკდოტი რო არის ახლა ქალი როცა ორი ქალი შეხვდნენ ერთმანეთს, მეგონი ადრეც მომიყოლია თქვენთვის ორი ქალი შეხვდა ერთმანეთს და ერთი მეორეს ეკითხება რომ შენ ხა განკორწინება ხო გაქვს რატო არ შორდები ამ შემქმარს ომასალე რა კიდე ერთი 10 კილო მაქვს დასაკლები რა აი აქ რაღაცა კიდე გაქვთ თქვენ რა ვერ უშვებთ კიდე რაღაცა კიდე გაქვთ აქ ეთყობა 10 კილო დასაკლები რა ამასთან და ამიტომ კი თქვენთვის თქვენი განვითარების კიდე რაღაცას ვერ უშვებთ თქვენ ამას ახლა პრინციპში გვაჩვენეს ახლა აქეთ ენერგიები სადღაც გაუშვებს სიამოვნებით შეიძლება თქვენ კიდევაც გაუშვებდეთ, მაგრამ ვერ უშვებთ, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება ეს ადამიანი აი ამ სიტუაციაში კიდე უფრო გაძლიერებს, კიდე რაღაცა ენერგიას გაძლევთ თქვენ. ანუ კი თქვენთვისაც მტკივნეულია, იმიტომ რომ აქ ხო გეუბნებით მენტალური ყველანაირი სხვაობა არის აქ რა ადამიანების შორის, მაგრამ აი თითქოს რაღაცა ისეთი ენერგიით გავსებს ეს ადამიანი თქვენ, რომ აი მაგასთან ურთიერთობის მერე თქვენში კიდე უფრო და უფრო რაღაცა ენერგიები იღვიწებს. გაიგეთ რა ხდება? ძალიან ბევრი სექსუალური ენერგია, ძალიან ბევრი აი თქვენი გულის, აი თითქოს სწავლობთ თქვენ უფრო ისეთ რა არის, ადვილია ძალიან გიყვარდეს ადამიანი, რომელიც აი თავისით მოდის, თავისით თქვათ რაღაც თბილი და ტკბილი რო არის, ხო? ძნელია, როცა რომ შეიყვარო თქვათ ადამიანი, რომელიც თვითონაც აი დაინახეთ რაც არის, ხო? ხო და მაგრამ ამავდროულად თქვენ ახლა აქ რა არის ხვერპლის როლში ჩავარდნა კი არა, უბრალოდ როგორ აი სხვანაირ სიყვარულსაც სწავლობთ თქვენ, რაღაც ძლიერი კი, მე მიყვარს ადამიანი, მაგრამ არ ვარდებით თქვენ ახლა აქ მართლა შეიძლება მანძილზეც კი შეგიძლიათ რომ უბრალოდ გიყვარდეთ, მაგრამ აქ გეუბნებით აქ ადამიანი რაღაცა თქვენში აღვიძებს ძალიან დიდ ენერგიებს რა, რაღაცა თქვენ პირად ძალას აღვიძებს, მიხვდეთ რაღაც ეგეთი. ამისთვის თავისთავად თქვენ ხართ მისი ენერგია, რომელიც ამოძრავებს ამას რა, თქვენ რა თქმა უნდა ხართ ეს ქალი, რომ თქვენ რო არა, მე არ ვიცი რა, იმიტომ რომ ახლა თქვენ ყველანაირად ანთებთ ამაში ენერგიას, თქვენ მაგის სიცოცხლეს აძლევთ, თქვენ ახლა მაგას აძლევთ ენერგიას, სითბოს აძლევთ, სიყვარული, არა, თქვენ ახლა უეჭველეთ ასე ლაპარაკი აქ ახლა. კი, თქვენ ხართ მისი სიყვარული, კი, თქვენ უეჭველეთ ასე ლაპარაკი. დუზების არა, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამას ასწავლის, სიყვარულს ასწავლის, ქმედებას ასწავლის ყველაფერს და უდიდესია, კი, შეყვარებულების არკანი, აქაც ხო გითხარით, რომ არჩევანი გაკეთებული ის თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი ადამიანი მისთვის, გაიგეთ? მოდით ვნახოთ ახლა, აი თქვენი ხმალების მეფე, რომელიც ახლა პრინციპში, იმის მიუხედავად, რომ სადღაც წასული არის, თქვენ ფიქრობთ დღე და ღამე და გეუბნებით, რომ მობწყინდება მალე. კი. კი ბატონებენ დაგლების პრინცესა, თქვენ ანთებთ მასში ყველაფერს რა. თქვენ ხართ მაგისი სული, გული, ყველაფერი რა, აქაც არაფერებს ეს ადამიანი თქვენგან წასვლას ვაფშე, არანაირად. იმიტომ რომ თქვენ მაღალმა ძალებმა თქვენს რომ რას ამბობ, შენ ჭირდება მაგას, ხوار გადაერია. და პერსპექტივა, очень здрасте. ორიანი თასების, რა თქმა უნდა, აქ რაღაცა ახალი ეტაპი დავიწყეთ ჩვენ. იმით ვამთავრებ, აქ ახალი ეტაპი დაიწყება თქვენს ურთიერთობაში, ჩემო სიხარულებო.